TV4-ის ეთერშია კვირის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება ქრონიკის დაიჯესტი. რუსთავში ქალაქის ერთ-ერთი ისტორიული შენობის კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია რესტავრაცია მიმდინარეობს. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში კლასიციზმის სტილით აშენებული შენობის ფასადი და ფოიე რესტავრაციის შემდეგ ავთენტურობას შეინარჩუნებს. ძველი უფუნქციო დარბაზის ადგილზე თანამედროვე საკონცერტო დარბაზი და მუსიკალური ლაბორატორია შეიქმნება. დამონტაჟდება გახმოვანება, განათების თანამედროვე სისტემა და სასცენო აპარატურა. გარე პერიმეტრზე მოეწყობა ღია სცენა, მწვანე სივრცეები და დასასვენებელი ზონა. სამუშაოების დასრულების შემდეგ რუსთავს თანამედროვე მუსიკალური ლაბორატორია ექნება, რომელიც მულტიფუნქციურ საკონცერტო დარბაზს, უნივერსალურ სარეპეტიციო სივრცესა და ხმის ჩამწერ სტუდიას გააერთიანებს. რუსთავის გუნდი კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ ჩვენი ქალაქისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს არის ისტორიული კულტურის სახლი, რომლის აღდგენა, რეაბილიტაციაც ჩვენ დავიწყეთ. დღეს აქტიურ ფაზაშია სამუშაოები. ჩვენს ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან და სამუსიკო გუნდებთან ერთად ჰქონდა სამუშაო შეხვედრა, მათთან ერთად კიდევ გავიარეთ დეტალურად ის კონცეფცია, რომელიც გამოაცოცხლებს ჩვენს ქალაქს სხვადასხვა ღონისძიებით. ვფიქრობ, რომ ეს ადგილი ნამდვილად გახდება ცენტრი, კულტურის ცენტრი, რომელიც შემოიკრებს ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, იქნება ძალიან კარგი ტრამპლინი ახალგაზრდებისთვის, იქნება დიდი мотиваცია, რადგან აქამდე არ ქონდათ არც პედაგოგებს და არც ბავშვებს იმის საშუალება, რომ საკუთარი ნაშრომი წარმოეჩინათ ადგილი, სადაც დადებდნენ შედეგს. და ქალაქის განვითარებისთვის, პიროვნული ზრდისთვის თუ ანსამბლების განვითარებისთვის ძალიან მაგარი წამოწყებაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში მოსამართლის განჩინების საფუძველზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისათვის ადგილზე გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის მოქალაქეები. სამართალდამცველების მიერ სიცხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კერძოდ აუდიო და ვიდეო ჩაწერების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. დანაშაულები 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით საქართველოდან უცხო ქვეყნის 22 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებული იქნა ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, სირიის, პაკისტანის, რუსეთისა და კენიის ჯამში 22 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. კვიპროსის ქალაქი ლიმასოლი ევრობასკეტ 2025 მასპინძლობს. პირველ მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მოქმედ ჩემპიონს ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი საქართველოს გამარჯვებით ანგარიშით 83-79 დასრულდა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე ზედიზედ მე-6 დასპარეზობს. ეროვნული ნაკრები მორიგ შეხვედრას 30 აგვისტოს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს დროით 16 საათზე გამართავს. ამ და სხვა სიახლეებს ნახავთ TV4-ის ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook გვერდზე, რომელიც მუდმივად განახლებად რეჟიმში მუშაობს.